არც ერთი აღარ ქონდა აჭარული მოსაცმელები, პილოს ხალათები. და ძალიან მიხარია რომ ჩამოვიდა დღეს ერთად ვნახოთ რა გამოგვიგზავნეს ოქროს ხელებმა ქალებმა. კარგია რომ გამჭვირვალია და ჩანს. აქ რომ რაღაცა ამბებია უკვე ეტყობა. როგორი ჩაწიკწიკებულია, როგორი გაპიწყინებულია. გალამაზებია ვნახოთ აბა ერთად. ეხლა ჩვენი ქალები ჩამოვიდნენ მთიდან. აქამდე მთელი ღორჯუმის ხეობა გაფანტულია მთებში, საქონელი ყავს საყვანილი. და ახლა ნელ-ნელა ყიშლებიდან ჩამოვიდნენ და უკვე მთელი ღორჯუმის ქალები მოგროვდებიან სოფელში თბილ ღუმელთან. და უკვე დაიწყებენ ქარგვას და ქსოვას. აი ჩვენ რომ დეკემბერში ვაპირებთ დიდ გამოფენას და გაყიდვას მათი ნამუშევრების, აი ვფიქრობ რომ დეკემბრისთვის უფრო მრავალფეროვან ნამუშევრებს შეძლებენ რომ მოგვაწოდოს. ნახე. რა დაუკიდკიწებია ჩეხედერში. როგორი სარჩულებია. აბა ვნახოთ. ნახე რა ლამაზებია. ტიტებიც როგორი მოვხარგავ. აბა შეხედე. Kalamazia. შეხედე, ღილოები. Kalamazia. ზოგს სარჩული აქვს, ზოგს არა, მაგრამ უკანა მხრიდანაც ნახე რა ლამაზია. შიგნით ამ მხრიდან. და კარგებია. ნახე რა კარგია. ეს კერია, საფხულში რომ გაზაფხულზე რომ ყავის ჩვენ ბაღში. ნახე რა ლამაზია. და კარგია. ერთი მეორეზე ლამაზია. რა მყეფარია შეხედე. მე ხო მკითხე, იცი? მელექის დედამთილს მკითხე. ანიკო გებოს მკითხე. ამ ფერს და ამ ფერს ერთად რა ფერ ბედავმეთქი. და დაფიქრდა, ani ვინ მყავს უფროსი? ასე დავარქვით მე წიგნს, რომელიც მათ ნაქარგობაზე გავაკეთეთ. არ ყავთ უფროსი. ამ ამბავში უფროსი არ ყავთ. შეხედე რა მისი ლამაზი. შეხედე. რომ ჩაიცო მარტო შენ გამოჩნდე. იმიტომ არიან ეგეთი ლაღები. აქ ცოტა თავშეკავებული ამბავი. ამას სარჩულიც როგორი. ამას ეთყობა ყავს უფროსი. ცოტა მოღრემილია. ამ ტიტებზე რატო გამწარდნენ მეტას? ბევრი ტიტაა. ამასაც არ ყავს უფროსი. ამ კოლექციას უფროსი არ ყავს. რა ფერი მტვრიანები აქვს, ნახე? წითელი. ამოშვერილი. არც ამას ყავს უფროსი. აი რა ტეტა. რა უცხო. ებს. მაგას მართლა არ ყავს უფროსი. მე არ მაღიარებენ უფროსს. თავის ჭკუაზე უბერავე. ვერაფერს ვერ ეტყვი. ასე ეტყვი, ისე იზამს, ისე ეტყვი, ასე იზამს, მაინც მის ჭკუაზე მიდია. შეხედე რა არის. არა, ხავერდები, ამაშიც კილოებით. ნო. ამის სარჩული ნახე რა უქნია. ლურჯი თვითი ყუშე. კიშტები. და წინ ლურჯი თიტა. ჩვენ გენაცვალოთ ჩემი თავი. გადაირევი, აბა რაფერ შეიძლება არ გადავიდე. როგორ შეიძლება არ ვიყო ახტაცებული? არ გეგონება კაცო შეხედე, აქ გეგონება მანქანითა. რომ არ ვიცოდე რომ ხელითაა დაკარგული, გეგონება რომ ხელით არ უკვე, აი ხავერდივითაა. აჟივჟივებული, შეხედია. აი თან შემოგევლოთ ჩემი თავი.
ამას შეხენ. არც აქ იგრძნობა უფროსობა. არ თავდება. აი თითების თარგი უნდა წავართო. და მაგფერის ძაფი. მელეკო, ეს ამფერის ძაფი და ეს თარგი უნდა ჩამოგართვა. შეხედე რა ფერის არჩული. ვინმე აჭარიდან უნდა ჩამევიყვანოთ ამის დასაკეთად, ამას მე ვეღარ დავკეთე. ეს სანკა. ეს პარიზშიც კი შეიძლება გაიგზავნოს ისეთი. ასეთი ხელშეკრულება თუ აქ ვინმეს ნანახი. ასეთი ჟმოტიერი მეორე ხო არ არსებობს მომკლამ კაშნე მოიხატ. ამახჩო. დამცა. ფრანგები რო არიან მაგაძე წუწურაკი დედამიწაზე ხო არ არსებობს არავინ. და ხელშეკრულებაში ჩაგვიწერეთ ულიმიტოდ, ესე იგი რამდენსაც შეძლებთ. შეხედე ამას. ეს თვითონ ქნეს, თვითონ დაამატეს. გიჟდები. რომ გეიული ყველამ შენ უნდა გიყუროს. ჰა? ჭიაფერა, რა ვიცი მე. ისე მეკითხები, რეებია ვითომ თლად ჩემშუაზია. ვითომ თლად არა ეს ტიპები უნდა ჩამოვართო. ამ ტიპების თარგი უნდა ჩამოვართო. ეს მასიურია. მელეკი და მასიურად. ტიპები ნამეტანიათ, მელეკო. უკელი. აი ქალბატონი ნანი მღერის იაენძელა და შროშანი. ეს ელექტრიკი წავართვათ ნათია. ამას უხდება. და თან ახლა რასაკეთებენ? ერთ მწვანეს კი არ აკეთებს, ორ მწვანეს აკეთებს. ერთნაირს მეორენაირს. ერთ ყვითელს კი არ აკეთებს, მეორე ყვითელის ხაზებს უკეთებს, რომ კიდევ უფრო გაამჭახჭახოს. ეს ისფერი ბიჟდები. ეს ფერი უნდა მეორე იქნა. რა სილამაზია. შენ გაგზავნილი ფერი რომ არ მოწონს, იმას გადაღებავ. ისეთი კუდიანები არიან. რაც არ ჭახჭახებს და არ ყებს, იმას გადაღებავს და ააყეფებს. შეხედე როგორ. რა სილამაზია. ძალიან კაი. მე გაკაწერებული და გახარებული. ძალიან მიხარ. ამაში არიან თავისუფალი. თავის ჭკუაზე რო აკეთებენ, იმიტომ აიგე. რანიჭერები ხართ, თქვენ გენაცვალეთ, ნახე. ფული მიჩუქდება. შეხედე რა სილამაზია. ამას სამხარესაა, ერთ ფერს. ასე გადაწყვიტა, აქ ეყოფაო და ცალმხარესაა. ამას ვერ დავკეცავ ნათია, მე არ შემიძლია მოვაკეთო. თინა მე ვიხმაროთ მაგას აქ, ამას ზურგზეც აქ და წინაც აქ, ნახე. ძალიან კაი. იცით მე თქვენ რაფერ მიყვარხართ და როგორ მიმაჩნი ხართ, როგორ მგონია რომ ჩემი ქვეყნის, ჩემი პატარა ქვეყნის პუნჭულში უსიტყვოთ, უენოთ, ნიჭიერად და გემრიელად შრომობთ, უენოთ. არავის რო არ აწუხებთ ისე. მიყვარხართ და მადლობას გიხდით აქედან. ხარჩული საფერია ნახე. დამჯდარი. კაია, ყველა კაია. ყველა გემოვნებას მიესადაგება. ხავერდებს რატო არ მიგზავნით? მელეკო. მე უნდა ჩამევიდე შენ ერთი უნდა ჩამოგართვა რაღაცა თარგები და რაღაცები მოგიტანე. შეიცვი ნათია რას მიყურე? მე ის ყველა მოწე. რომელი მოგწევს? რა სილამაზია. და კაია. აგერ პარკი ვნახოთ კიდევ ერთი სელოფანი რეები გამომიგზავნე. ამას ვეღარ ასწრებენ. ვერაუდიან, შეხედე ამას. დედა.
ამას ვეღარ აუდიან. თუ გეგონება ეს ადამიანის გაკეთებული, თუ გეგონება, შეხედია მას. რამისი ღუნღულია. მე ასე დავაწერე ეტიკეტს. წესით წინ და უნდა ათფობდეს ფეხს, არა? ხომ ასეა? მე დავაწერე ათფობს გულს. შეხედია მას. მაგრამ ვერ ასწრებენ, რამდენი უნდა ქსოვოს, ახლა ამას ხალი დიდხანს ვერ მოქსოვს. ახლა აწი უფრო შეძლებენ. შეხედე ამას რა სილამაზეა, შეხედე. არც ერთი ერთნაირი არა. ამას შეხედე. ცოტა გასაწმენდია, ნახე რა ლამაზია. რასი ფაფუკი. ამას პრუნჭული ქვია. მოპრუნჭულებული. ამას ჩიტის თვალა. ასე შემოყოლებული რომ აქვს გვირისტი, ნახე. თითქოს ხომ დეტალებია, მაგრამ უნიშნელოვანესი ამბავია. ამას ყველას თავისი სახელი აქვს ამ ორნამენტს. ამას დერსნულა ქვია, ამას მიმობრუნებული კვეთა. ჩვენ ახლა კატალოგს გავაკეთებთ, რომ ეს ორნამენტები არ დაიკარგოს. ამ ზამთარში მოვიცლი მედია სულ ვიძახი და არ იქნა. შეხედე როგორია. გეგონება ფაბრიკა მქნა. მაგრამ ეს პრუნჭული ყველას აქვს. ნახე. მადლი ამის ჩაც. მაგრამ სადა აღარ გვაქვს ბევრი. ახლა 40 დღე არაფერი გამოგზავნია და ეს გამოგზავნეს. ეს იქ კაცის წინდა აჭარაში. კაცებისთვის ქსოვენ ამას. თეთრით ჭრელს ეძახიან. ამას ეძახიან ჭრელს. ჭრელი ხომ არაა, მაგრამ აჭრელებული, ანუ ორნამენტი. თვითონ ანდაზას ეძახიან ამას. ორნამენტი არ ქვია ამას. უზორს რო ვეძახით, უზორი რასაც ქვია, ეს ორნამენტია. მაგათვის ანდაზა. ყველა სხვადასხვანაირია, ნახე. ძირები რაფერი აქვს შეხენ. 5 ჭხირით ქსოვენ. გამოყვანილი ქუსლები აქვს, შეხედე, ძველებური. ლამაზია.